პასტა. დღეს ჩვენ მოვზილავთ პასტას ცომს. არ გაინტერესებთ საკუთარი ხელით გაკეთებული პასტა? ჩვენ დაგვჭირდება სულ რამოდენიმე ინგრედიენტი. ეს არის 170 გრამი თეთრი მაღალი ხარისხის ქვილი. ნუჩხუბობთ. 30 გრამი მანანის ბურბული, მანი. ასევე ჩვენ გვინდა ძალიან ცოტა მარილი, 4 კვერცხის გული, 1 კვერცხი ცილით. ასევე 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. ხლა იტალიური რო გამოვიდეს, ორიგინალური. და სუფთა ზედაპირი. მიწვეთ. საცერის გარეშეც შეიძლება, მაგრამ უმჯობესია საცერში გავატაროთ ქვილი. მანანის ბურღული. ეხლა დავიწყოთ ამის მორევა, რომ კარგად ერთმანეთში მოირიოს. აირიოს. კრატერი. გავაკეთოთ ესეთი კრატერი. და დავიწყოთ კომპონენტების შერევა. 4 კვერცხის გული. მარილი. შენი კაროვნი ჟესტია, ხო? ჩემი არ არის, სამწუხაროდ. ზეითუნის ზეთი. 1 სუფრის კოვზი. ავიღოთ ჩანგალი, ჩვეულებრივი. კაპ. და დავიწყოთ მორევა. აი, უკვე ნანა შეიკრა. აი, უკვე ჩანგალსაც ეკრობა. 1 სუფრის კოვზი წყალი. ეხლა დავიწყოთ ხელით მოზრობა. ესეთი არც მაგიდას არც ხელს არ უნდა ეკრობოდეს, ესე იგი ცომი მზად არის. მე მეკრობა ჯერ, არა უშავს. დაახლოებით ცომის მოზრობას უნდა 5-7 წუთი. ესეთი ლამაზი ბურთულა გვაქვს. ეხლა ავიღოთ საკვები ცელოფანი, შევფუთოთ და დავასვენოთ მაცივარში. საყინულეში არა, მაცივარში.